მე ვარ დავით კონცელიძე, 10 წლის. სწავლობ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა, ცურვა და ფეხბურთი. ამ 4-დან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც 4 წლის ვიყავი. ყველაზე ხშირად ვხატავ სასაცილო რაღაცებს. მაგალითად ადამიანებს ჩემებურად ვხატავ ფოტოებიდან. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოების ფერია და მე არ მეკადრებ. ყველაზე რთულია პორტრეტის ხატვა. ყველაზე ადვილია სახლის ხატვა. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახში მაქვს 4 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავეზრდები, დავათვალიერებ და გავიხსენებ ჩემს ბავშვობას. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 7 წლის ასაკში. მე უფრო მიყვარს ბავშვობა, რადგან წინა წლებს ვერასდროს ვერ დაიბრუნებ. ახლა მინდა ვიყო 6 წლის, რადგან მენატრება ჩემი ბაღი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია გაბრიელ შარაძე. ყველაზე მშვიდია ნია პატარიძე. ყველაზე ცელქია დემეტრე მუკუტაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია თათია მაკარაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, მხიარული და სიმპათიური. ძალიან მიყვარს სიკეთეების გაკეთება. ერთხელ ქუჩაში მარტო მივდიოდი და ლარიანი მივეცი მათხოვარს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე. ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ ჩემი საფერისი გოგო არ შემხვედრია. მე რომ გოგო მომეწონოს, უნდა იყოს ლამაზი, შავგურემანი, ჭკვიანი და განათლებული. წელს რომ მოვიყვან, იქნები 22 წელი. შვილებს დავარქმევ გიორგის, ნინოს და ანას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი წიგნია სალამუროს თავგადასავალი. კითხვა შემოყვარა ჩემმა მასწავლებელმა რუსიკო შავაძე. ის არის ჩემი საყვარელი მასწავლებელი. მეგობრულია, კარგად ხსნის, გაკვეთილებს და ხშირად არ ყვირის. რო გავიზრდები, მინდა ლამოვიდა გემის კაპიტანი. ცურვაც კარგად ვიცი და წყლის არ მეშინია. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ზულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. უფრო დაცვა ვიცი კარგად, მაგრამ შეტევაში ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია ბარსელონა. კარგი ფეხბურთელი რომ ვიყო საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 10 ნომრით. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა, ჩემი და ბებია ჩემი. მეტი და-ძმა არ მინდა მყავდეს, რადგან ჩემი ძმაც მყოფნის ნერვების მომშლელად. ის არის 13 წლის და ქვია დემეტრე. დემეტრე არის ათოსანი, ჭკვიანი, ცელქი და სიმპათიური. ისიც ალბათ გამოვა მეზღვაური. ჩემი და არის 2 წლის და 7 თვის და ქვია მარიამი. ის არის ლამაზი, ხუჭუჭა და ჭამელი გოგო. მარიამი ალბათ გამოვა ბანკირი. ბები არის საქმიანი და მხიარული. პროფესიონალი, მზარეულია და გემრიელ საჭმელებს აკეთებს. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, შრომელი, მხიარული და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ კარგ ოჯახში ვიზრდები. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 1 წელია ვცეკვავ ლომსიაში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ბრუნის სწავლა. ადვილი იყო აჭარული სილეთების სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. უკვე მქონდა 3 კონცერტი. ყველაზე მეტად მომეწონა მესამე, რადგან ავიღეთ პირველი ადგილი. ჩემი შემდეგი კონცერტი მინდა იყოს ესპანეთში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველა გაჭირვებულს დაეხმარებოდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ვისთან ერთად და გავფრინდებოდი კოსმოსში. კოსმოსში გავფრინდებოდი სანდრო ვოლკვაძესთან ერთად. ეს არის ჩემი კლასელი, მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კუ. ბედნიერება არის თამაში, ხატვა, საჩუქარს მომაჩუქებენ და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.